დილამშვიდობის მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ზაფხული ნამდვილად ის დროა, როდესაც განსაკუთრებით დროს ვატარებთ ბუნებაში სუფთა ჰაერზე, გავდივართ დასასვენებლად და მაქსიმალურად ვცდილობთ სასიამოვნო გარემოს შექმნას. თუმცა ამ დროს ასევე იზრდება მწერებთან შემხებლობა, მათი ნაკბენით გამოწვეული უსიამოვნებები და პარაზიტული დაავადებების გავრცელების საფრთხეც ამავდროულად. კოღოებს განსაკუთრებით ხომ უყვართ სიცხე. ნესტი და შესაბამისად, როდესაც ზაფხულში მით უფრო ისეთ გარემოში, სადაც მდინარე, ზღვა ან ტბა არის ახლოს, მათი სიმრავლე შეინიშნება. დღეს ვისაუბრებთ, რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქავილის შეშუპებები და მწერებისგან თავი მაქსიმალურად დავიცვათ და რა თქმა უნდა, დერმატოვენეროლოგი ზაზა თელია უპასუხობს ჩვენ შეკითხვებს. დილამშვიდობის. მოგესალმებით. აქტუალური საკითხი და თემა განსაკუთრებით საქართველოს პირობებში, ჩვენი კლიმატის ქვეყანაში, გაზაფხული და ზაფხულის თვეებში და შემოდგომის პირველი ნახევარი რეალურად, როდესაც აქტიურდებიან ზოგადად ეს მწერები. ჩვენ ყოველთვის საუბრობთ დაავადების პრევენციაზე. თავარი არის, რომ მოვახდინოთ პრევენცია, რომ თავი დავიცვა დაავადებების განვითარებისგან. ზუსტად ამიტომ საჭიროა, რომ პრევენცია მოვახდინოთ თვითონ მწერთან კონტაქტის პრევენცია. მწერთან კონტაქტის პრევენციისათვის ყველაზე საუკეთესო გზა არის გამოყენებული იქნას რეპელანტები. რეპელანტები საქართველოს ბაზარზე, ასე ვთქვათ, სააფთიაქო ქსელებში, არა მარტო სააფთიაქო ქსელებში, ალბათ მაყურებელს შეხვედრია. როგორც წესი, თუ დავაკვირდებით, აწერია მას off, ანუ მოსკითო off, ანუ მწერისგან აი ესე თავდაცვის ეგრეთ წოდებული ლოსიონების, სპრეების სახით წასასმელი კრემები, აი ხედავთ ახლა ჩვენ ეკრანზე, აი ესეთი რეპელანტები. მუშაობს ეს რეალურად? რა თქმა უნდა, ეს მუშაობს, უნდა დავაკვირდეთ აუცილებლად, რომ შემადგენლობაში უნდა იყოს დიეთილ-3 ეთილენბენზამიდი, დიეთილ-3 ეთილბენზამიდი. ეს არის ნივთიერება, რომელიც ეფექტურად და უსაფრთხოდ იცავს ჩვენს კანს მწერის ნაკბენისგან. აქ იგულისხმება ნებისმიერი ნაკბენი. როგორც საშიში, ასე ვთქვათ, ტკიპის ნაკბენი, ასევე შეიძლება ეს იყოს ჩვეულებრივი ბანალური კოღოს ნებისმიერი მწერისგან. ის თუ აქვს მნიშვნელობა? არა აქვს მნიშვნელობა, 10-დან 35%-მდე ნივთიერება გვხვდება, ეს DT, ეგრეთ წოდებული DT შემოკლებით ესევე ეძახით. ბავშვთა ასაკში უფრო დაბალი პროცენტით გამოიყენება, ზრდასრულებში უფრო მაღალი პროცენტით, ასევე მნიშვნელობა აქვს პროცენტულობას თვითონ კლიმატის პირობების თვალსაზრისით, მაგალითად, აი საქართველოს პირობებში თუ დასავლეთს ავიღებთ, სადაც ნესტიანი გარემოა, სადაც ადამიანი უფრო მეტად ოფლიანობს და უფრო სიცხეა. ამ შემთხვევაში უფრო მაღალპროცენტიანი DT უნდა ავიღოთ, ანუ 35%-იანი თუ არ არის ნესტიანი გარემო, ამ შემთხვევაში შეიძლება უფრო დაბალპროცენტიანი ავიღოთ. ეს გვაზღვევს, რომ მწერი საერთოდ და ზოგადად გვიკბენს, თუ კბენის შემთხვევაში ვარ? არ გვიკბენს, ანუ მწერის ნაკბენის პრევენციას ახდენს, რომ არ გვიკბენოს, არ მოგვეკაროს. თუმცა ყოველთვის ასე ხო ვერ ვიზღვევთ ხოლმე თავს და რა ხდება ნაკბენის შემდგომ, როდესაც არის, აი როდის უნდა ჩავთვალოთ საგანგაშოდ ყურადღება, როდის უნდა მივაქციოთ? აი ყველაზე საშიში ნაკბენებისგან არის ტკიპის ნაკბენი, იმიტომ რომ ტკიპა შეუძლია განავითაროს და განვითარდეს ამ შემთხვევაში ლაიმის დაავადება. ერთ-ერთი აი ფოტოზე ვხედავთ, ახლა ეს არის ერითემა მიგრანსი, რომელიც როგორც წესი ვითარდება ტკიპის ნაკბენის ლოკაციაზე, ანუ სადაც ტკიპა იქნა ჩაბღაუჭებული კანს და მაყურებელს ვეტყვი, რომ 24 საათი უნდა იქნას, 24 საათია დრო იმისათვის, რომ თუ ტკიპა 24 საათზე მეტი ხნით იქნა ჩაბღაუჭებული კანზე, ამ შემთხვევაშია რისკი ლაიმის დაავადების, იგივე ბორელიოზის განვითარების და ეს არის ყველაზე საშიში დაავადება, რომელსაც შეუძლია მომავალში განაპირობოს ყველა ორგანოს დაზიანება, დაწყებული ცენტრალური ნერვული სისტემიდან დამთავრებული გულით. ანუ ყველაფერი შეიძლება იქნას დაზიანებული და არიან ეგრეთ წოდებული სელებრიტები, თქვენც ალბათ გსმენიათ, რომ აი იწერება ხოლმე, რომ აი მას ჰქონდა ან დაუდგინდა ბორელიოზი, ლაიმის დაავადება, რომელიც არ იცოდნენ. ანუ რატომ არის ეს დაავადება საშიში? იმიტომ რომ მაგალითად ერითემა მიგრანსის განვითარების შემდგომ
დაახლოებით 2-6 კვირაში ეს ყველაფერი კრება და შემდეგ შეიძლება უსიმპტომოდ განვითარდეს. და შემდგომ ეძახიან მოგვიანებით დაავადებას, რომელ შემთხვევაშიც უკვე ორგანოები ზიანდება. და რა დროს შეიძლება რომ ვიგრძნოთ ნაკბენის დროს თუ იმ 24 საათის განმავლობაში რაიმე შეგრძნება გვექნება? შეგრძნება როგორც წესი არ ახასიათებს, საქმეც ამაშია და ხშირად არის ხოლმე რომ ლაიმის დაავადების დროს, როდესაც პაციენტი ყვება და ეკითხები რომ ანუ დაფიქსირებული გაქვს თუ არა ტკიპის ნაკბენი. ყვება რომ არა, ანუ 90% ყვება რომ არ შეუმჩნევია, ანუ არ ახსოვს წარსულში, ამიტომაც არის ერთ-ერთი სახიფათო დაავადება ეს, ამიტომ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ ამ შემთხვევაში და ვიზუალურად არ ჩანს ნაკბენი თვითონ ან ქავილი შეგრძნება არ აქვს? როგორც წესი არ აქვს. ერთადერთი შეიძლება შევამჩნიოთ თვითონ ტკიპა. თუ ტკიპა შევამჩნიეთ, ეს ყველაზე საუკეთესო ვარიანტია, უნდა მოხდეს მისი მოშორება. უნდა მოხდეს მოშორება, მაგრამ თუ ჩვენ არ ვიცით ტკიპა 24 საათი იყო თუ არა ჩაბღაუჭებული, ანუ ჩვენ არ ვიცით დრო ამ შემთხვევაში აუცილებელია ჩატარდეს პროფილაქტიკური ანტიბიოტიკოთერაპია, რა თქმა უნდა, ეს უნდა იქნას დანიშნული ან დერმატოლოგის, ან ინფექციონისტის მიერ. ზაზა, აი ეს ლაქა, რომელსაც ახლა ჩვენ ვხედავდით ეკრანზე, ეს საუკეთესო შემთხვევაში თუ დავუშვათ გამოჩნდება და აშკარა იქნება, ვიზუალიზაცია თუ ექნება, თუ ყველა შემთხვევაში არის? თვითონ ერითემა მიგრანსი, ეხლა რასაც ჩვენ ვხედავთ ეკრანზე, ერითემა მიგრანსი ძალიან ტიპიური დამახასიათებელი კანის დაზიანებაა, როდესაც ანუ დერმატოლოგი ადვილად ხვდება ამას რეალურად, თუმცა შეიძლება არასპეციფიური მიმდინარეობაც ჰქონდეს თვითონ ამ ერითემა მიგრანს. ამ შემთხვევაში შეიძლება უკვე დასჭირდეს ექიმს კვლევების ჩატარება, ანტისხეულების კვლევა სისხლიდან კეთდება ამ შემთხვევაში და მან შეიძლება დაადასტუროს ზუსტად ამ ბორელიოზის, ანუ ლაიმის დაავადების არსებობა. კიდევ ყველაზე გავრცელებული მაინც არის კოღოს ნაკბენი, ხო? აი კოღოს ნაკბენი როდის შეიძლება ჩაითვალოს საშიშად. იწყება ჩალურჯებები, ირგვლივ რეაქცია. როგორ უნდა ვებრძოლოთ იმას, როდესაც კოღო გვიყვანს, მას შემდგომ რომ? კოღოს ნაკბენი საშიში არის ტროპიკულ ქვეყნებში, სადაც მოგეხსენებათ, რომ კოღომ შეიძლება გადაიტანოს სხვადასხვა ტიპის ინფექციები. საქართველო ისეთი კლიმატის ქვეყანაა, რომ აქ კოღოსგან ინფექციის გადატანის ალბათობა არ არსებობს რეალურად. თუმცა ამობენ ხოლმე რომ დასავლეთში განსაკუთრებით უნდა გავფრთხილდეთ, როდესაც ზღვისპირეთში ვართ. შესაძლებელია რაიმე შანსი არსებობდეს. აი ზუსტად ამ შემთხვევაში ეს რეპელანტი, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, პრევენციას აკეთებს ზუსტად როგორც ტკიპის ნაკბენის, ასევე კოღოს ნაკბენის და აუცილებელია და მოუწოდებ მაყურებლებს, რომ აუცილებლად გამოიყენონ კი ბავშვებშიც მათ შორის ის უნდა იქნას გამოყენებული ტანსაცმლისგან დაუფარავ ადგილებში. აქვს თუ არა მნიშვნელობა სპრეის სახით იქნება, თხევადი კრემის სახით იქნება? ნუ რადგან ჩვენ კანის დიდ უბანზე უნდა იქნას გამოყენებული, როგორც წესი გამოდის სპრეების სახით, რომ მარტივი და კომფორტული იყოს გამოსაყენებლად. ანუ სპრეის სახით. ეს გარე სივრცეში როდესაც ვართ თუ აი იგივე სახლის პირობებში? სახლის პირობებში თუ მაგალითად აი არ გვაქვს ბადეები რეალურად, იმიტომ რომ ბადესაც დიდი მნიშვნელობა აქვს და მათ შორის, როდესაც მაგალითად ადამიანებს უყვართ პიკნიკებზე, ასე ვთქვათ, ტყეში და ქალაქგარეთ წასვლა, იმ შემთხვევაშიც კარვებზე ბადეები უნდა იქნას გამოყენებული და რეპელანტებიც აუცილებლად უნდა წაიღონ. ხშირად არის ხოლმე რომ ბავშვებს გასაგები რომ არ უნდა მოვიქავოთ, ხო? თუმცა ძალიან რთულია ხოლმე, როდესაც კოღო რამდენიმე ადგილას გვიყვანს, რომ არ მოვიქავოთ. ბავშვებს როგორ გავაგებინოთ ეს ყველაფერი? და აქვე დავამატებდი კიდევ ერთ თემასთან მიმართებით კითხვას, ძალიან ხშირად ფრჩხილით დასერავენ ხოლმე კოღოს ნაკბენს. ბევრი ადამიანი აკეთებს ამას. კარგი შეკითხვა არის. რა თქმა უნდა, ეს არასწორია, არ შეიძლება კოღოს ნაკბენის შემდგომ რა შეიძლება იყოს გართულება. ეს როგორც წესი შეიძლება იყოს კანის ინფექცია. იმიტომ რომ მოკავების დროს კანი ზიანდება, ასევე აი ესე მექანიკური დაზიანების დროს ალბათობა იმატებს, რომ კანი დაზიანდეს და კანი თუ დაზიანდა, შეიძლება შეიჭრას ინფექცია, როგორც არის სტაფილოკოკი ან სტრეპტოკოკი, განვითარდეს კანის ინფექცია, ну როგორც წესი ხშირად ვითარდება ხოლმე ბაქტერიული ინფექციები და შეიძლება განვითარდეს ზუსტად ეს იმპეტიგო. ამ შემთხვევაში ჩვენი მიზანი უნდა იყოს
ქავილის შემცირება. აი როგორ უნდა შევამციროთ ეს თუ რამოდენიმე ნაკბენზეა საუბარი, ამ შემთხვევაში გამოიყენება რეცეპტის გარეშე გასაცემი სტეროიდული ან ჰორმონალური მალამოები მოკლე კურსით 3-5 დღის განმავლობაში, როგორც წესი ორჯერ დღეში, ასევე შესაძლებელია იმ ადგილის გაგრილება, ანუ ცივისაფენების დადება, იმიტომ რომ რა თქმა უნდა სპირტი არ უნდა იქნას გამოყენებული სპირტი. თუ ჩვენ ზოგადად ნაკბენის დამუშავებაზე, ნებისმიერი ნაკბენის დამუშავებაზე ვსაუბრობ, ამ შემთხვევაში ოქროს სტანდარტი და ოქროს წესი არის გამოყენებული იქნას ბეტადინი, ანუ იგივე იოდი და ხშირია სხვათა შორის, ხო? და ხშირად არის ბრილიანტის მწვანე. აი, ეგრეთ წოდებული ზილიონკა, ბრილიანტის მწვანე არ გამოიყენება და მოუწოდებ ყველას, რომ ბრილიანტის მწვანე არ გამოიყენოთ არასდროს კანზე. არც ერთ შემთხვევაში, არც ჩუტყვავილას შემთხვევაში, არც ნაკბენის შემთხვევაში და არც სხვა შემთხვევაში, იმიტომ რომ ბრილიანტის მწვანე ასევე შლის სურათს. ანუ სურათი იშლება თვითონ ვიზუალურად, მე ექიმისთვის ძნელი ხდება და ხო, დააფიქსიროს, რომ რა იყო. სანამ არ გადავა და ამ დროს შეიძლება დრო დაიკარგოს. ანუ ასევე აშრობის ფუნქცია? ხო, აშრობს კანს თან ბრილიანტის მწვანე კანს აშრობს და ჩვენი მიზანი კანის გამოშრობა კი არ არის დაზიანების დროს, პირიქით კანის დატენიანება. ამიტომ და აქვს თუ არა მნიშვნელობა ადამიანის ტიპს, ვის ეკარება კოღო და ფენომენის, რომ მე კოღო არ მეკარება. აი ეს რატომ არსებობს? როგორც წესი, ადამიანის მეტაბოლიზმზე, აი გაოფლიანების სტატუსზეა გადამოკიდებული, ვინც უფრო მეტად ოფლიანობს, იმას უფრო მეტად ასე ვთქვათ, მწერებს იზიდავს ის ადამიანი, ასევე კანის ტიპი აქ ფერის ჯგუფზე არის, რომელი ჯგუფის ფერის კანი აქვს. კანის ამოსიც, რა თქმა უნდა, უფრო ნათელი ტანის ამოსი იზიდავს უფრო მეტად მწერებს ამ შემთხვევაში. და ასევე ნაკბენებიდან რა შეიძლება ასევე იყოს ერთ-ერთი ყველაზე ისეთი საგანგაშო, ეს არის ბზიკის ნაკბენი, ხო? ანუ ბზიკის ნაკბენს ახასიათებს ხშირად გართულება, როგორც არის შეშუპება, მათ შორის აი ხედავთ ახლა სურათზე, როდესაც სახეზეა ეს ბზიკის ნაკბენი, ხედავთ, უყურეთ როგორი შეშუპება აქვს. პერიორბიტალური. ჩარჭობილი ნესტარი ამოვიღოთ. მოკლედ რომ თუ არის, რა თქმა უნდა იქნას ამოღებული და სახის არეში თუ მოხდა ბზიკის ნაკბენი, ამ შემთხვევაში მაღალი რისკია მით უმეტეს თუ ადამიანი არის ალერგიული, ანგიონევროზული შეშუპების ან ანაფილაქსიური შოკის ამ შემთხვევაში აუცილებელია რომ მედიკამენტი იქნას დანიშნული ექიმის მიერ, რა თქმა უნდა, და არა მაგალითად აფთიაქში ფარმაცევტის რჩევის მიერ, აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული ამ შემთხვევაში და აუცილებლად უნდა მიუმართოთ ამ შემთხვევაში ექიმს. ან ზურა გორგაძეს, რომელიც ნექტარს ძალიან სწრაფად და დროულად იღებს ხოლმე, საჭიროა მე გადაურჩენი ვარ ერთხელ. მადლობა უნდა გითხრათ. დიდი მადლობა.